და ამ ადგილზე იდო ხოლმე თვითონ გახსოვს? ირაკი ჯაოშვილი გახლავს? იასო ჯაოშვილი არ ქონდა და მე და შოთა ჯაოშვილმა გავუკეთე შვილიშვილები ვართ. ეს არის ბებია. აბა გიორგი. ეს არის შალო ჯაოში ვახტანგის მამა. თავისი მამით და Cristiano, agora Cristiano. Ragazzo passa da bene. Allora, isso risale. ეს უნდა გავწკნო ახლა და შეჯამო. გავმარჯოს ბატონ ვახტანგს. გესმარდოთ გენასწორ გესმარდოთ. რა ვიცი, არ ამიშავს რა. რატო? შეშუქრობა დავდევი. რუსლანი ეს მამა არის. ეს ამზორის Andor Javaşlı'nın ეს არის რუსიკოს ძმა. რუსიკო აგერავარ მე რა რუსუდანი და რუსუდან. როგორ ახლა? და ჯავშლი ფოშე. წამოდი კიდე. ჯავშლი რატო არ მოხდა შევდა ჯერ? ბიჭო, გამომიშვეს. მოჯერ და მოსული ყავით მე ეს არის ირაკლი ჯავაშვილი. გამაცენთ იქნება. როგორ ახლა? როგორია ჯოში? არ დავიწყება. ისიაღდა. Keşmarida.
ისაც პატრონი არ მოსულა. დიახ, კარგი სული მათი ხსნა არ დამწყება. ოკეი, ანგიევიჩ, ჭიხასხელი. სულ დაწერილი სკოლები. დაიბადა 1836 წელს. ეს 67-68 წელს დამონტაჟეს ხაზი. ბიძებო და ბიძაშვილებო. უმეტესობა თუბრისა ღია ჯავშვილები ხოდი გაუმარჯო ჯავშვილების ფუძეს სადაც ვერ წარმოუჩით ჩვენ შვილებს ეს მოვართ და ჩვენ სამომავლოდ გავუმარჯოთ არ გისხლეთ აგიმარჯოს ბატონო სუბედნიერება ყველაზე უხუცესი ქრისტიანობა. ჩემ იასონ სარდიონის გამომორჩოს. ერთმა დაგლოჩოთ, ერთმა გაგახაროთ. ჩვენ ჩამოვედით და თქვენ ასე ნაირად შევხვდით, კიდევ მინდა ერთხელ გითხრათ მადლობა. ეხლა თუ ჩვენი სამშობლო გვიყვარს, ჩვენი ქალაქი გვიყვარს, ჩვენი სოფელი გვიყვარს, ჩვენი გვარი გვიყვარს, ეს არის ყველაფერზე უფრო უძვირფასესი.
საუბარი და წოდება. კიდევ ერთი საინტერესო თემა. ვინ იყვნენ ჯაოშვილები? როგორც ირკვევა წარსულში ჩვენს წინაპრებს, ყმები არ ჰყოლიათ და არც თავად ყმობდნენ ბატონებს. არის რამდენიმე ვერსია, მაგრამ ჯერჯერობით არსად ჩანს დასაბუთებული დოკუმენტი გვარის აზნაურობის შესახებ. იუმორით ამ თემაზე ვახტანგ ჯაოშვილის ოჯახი. არაფერს მარტო იცინოდა ყოველთვის ამაზე დიდ იმას ყურადღებას და დიდ ისეთ ხაზგასმით არ აღნიშნავდა, რომ მაძიებლები იყვნენ აზნაურობის. თვითონ მამაჩემს ბებია ყავდა წერეთელი, მაგრამ ისიც გლეხი წერეთელი იყო. სურვილი დიდი იყო და რაღაცა ცოტა აკდა დოკუმენტებში რაღაც საბუთი ფულები აკდა შეიძლება. მომავალში რო გახდებოდი აზნაური. სიცხეშიც აკდა რაღაცა. რა თქმა უნდა, ამ საკითხს დღეს იუმორის გარეშე ვერ შეხედავ, მაგრამ თუ კი ცოტა ჩაუღრმავდებით, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ საეკლესიო გვარის წარმომადგენლები გახლავართ და ამას არაერთი ფაქტი, მოვლენა თუ დოკუმენტი ადასტურებს. ჩემი უშუალო წინაპრები ძირითადად სამღვდელოების წარმომადგენლები იყვნენ. მათ შორის მამაჩემის ბაბუა მელიტონიც იყო დიაკვანი, ეკლესიის ახალ დიაკვანი იყო. მამაჩემის მამას შალვას დამთავრებული ჰქონდა თბილისის სასულიერო სემინარია. კარგად მახსოვს, ბაბუა სიმონ ჯაოშვილი, სიმონ მაქსიმეზე ჯაოშვილი. გოზეთის სკოლაში ასწავლიდა. ასწავლიდა რუსულ ენას, ასე ვიცი, კი, რუსულ ენას. ერთ დროს ბაბუა ყოფილა მღვდელი ყოფილა, კი. კი, სასულიერო სემინარია ჰქონდა დამთავრებული. ეს გახლავთ სიმონ მაქსიმეზე ჯაოშვილი, მამაჩემის მამა. დიდი ბაბუა იყო თომა ჩინჩალაძე. ეს იყო გამორჩენილი რელიგიური მოღვაწე. მამა ვარლამ მიხელიძე ჯაოშვილი. ბაბუა გუდელი იყო. ჩემი დედამთილის დედა იყო კაკაბაძის ქალი ხონიდან და მისი მამა იყო ეპისკოპოსი. ბაბუის სახელი მახსოვს. მისეილ ჯაოშვილი. მისეილ. დელი იყო. აი კი მაშინ იგოზეთში. აი ეს რა წარმოშობაა ჩვენ. ხო, კი. მამაჩემი აქ იყო დასიზებული საზაროში. გადმოცემით უცეს ბაბუა მიხეილ დელი იყო, არაჩვეულებრივი. მისე მეზობლები ამბობენ იქ ხორზე როცა ვიყავი ხოლმე რომ დაარიგებდა ფორმას დაარიგებდა ერთი ყურიდან მეორე ყურიდან დაარიგებდა ხოლმე და ძალიან საყვარელი კაცი იყო ყველგან ერთი ასეთი თქმულება მისულა მასთან კაცი მოყვანია ძროხარი მიწირა შვილო წეიყვანე შენეგება და მე რა ვასგინა ისე გიწირა შენ ცოჩვის მოხმარა უჩივლიათ მე გუდას ასვამ რო უჩივს მამის შობლები და მათი ისინი სამღვდელოების მიმდევარები იყვნენ და სამღვდელოებაში იყვნენ ისინი. აი კუკიაზე არის, კუკიის სასაფლაოზე არის წმინდა ნინოს ეკლესია და იმისი ეკანონზი იყო. მე მუშაობდი თავის დროზე თბილისის პირველი საანტარო კანტორის უფროს ნოტარიუსად და მიწევდა ხოლმე დროდადრო არქივებში შესვლა. და მახსოვს ერთ-ერთ არქივში შევდივარ, რესპუბლიკის არქივი რომ არის ალბათ ისეთი. და იმ არქივში ვხედავ ეს ძველი საეკლესიო ჩანაწერებში ჩემს ხელის მოწერას. მე ხა როგორი იყო ჩემი გაკვირვება, რომ ვხედავ ჩემს საკუთარ ხელის მოწერას და მე კი დავაკვირდი, რომ ჩემი ხელის მოწერა კი არ ყოფილა, ეს ყოფილა მე დავითნე ყოფილა ასეთი იოსებ ჯაოშვილი, აი მის სურათი ახლა წარმოდგენილი, ხო? და ეს ყოფილა მისი ხელის მოწერა, რომელიც ესე იგი მაშინ მათევალებოდა ამ ჩანაწერების გაკეთება. როცა ბავშვი იბადებოდა ეს ხო ამ საეკლესიო წიგნში ერთადერთი რა იყო იგი აბსოლუტურად ისე აწერდა ხელს ერთადერთი განსხვავება ის იყო მე ორს წერდი ორი ესე რგოლად ორი მოხაზულობები იმას კი ოთხკუთხედი ოქონდა ხო აი ეს მახსოვს ეს კადრები ცნობილი ქართველი საესტრადო მომღერლის დათო გომართელისა და მისი მამის ასევე ცნობილი ჟურნალისტის ბატონი გურამ გომართელის სახლში გადავიღე საქმე ის გახლავთ რომ დათოს ბებია ქალბატონი ელენე გვარად ჯაოშვილი გახლდათ. ხოლო მისი მამა ვლადიმერ ლადიკო ჯაოშვილი ნიგოზეთის ეკლესიის წინამძღვარი. აღსანიშნავია რომ ბატონმა გურამმა ბაბუისადმი დიდი სიყვარულის ნიშნად
თავის ახალ წიგნში მას ნოველა უძღვნა. აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება. სოფელ ნიგოზეთში შემონახულია ამბავი ანგელოსის ადგილისა. თურმე ანგელოსი ხალხს ორ ადგილას ეცხადებოდა. იქ, სადაც დღეს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნანგრევებია და საჯვარე, რომელიც ჯავოშვილების უბანშია. თავად სახელი საჯვარე დიდ ჯვარს უკავშირდება, რომელიც თურმე ქრისტიანობის მქადაგებლებს აღუმართავთ ამ ადგილზე. და კიდევ ერთი. ნიგოზეთში ეკლესიის ირგვლივ უმეტესად მხოლოდ ჯავოშვილების საფლავებია. თავად ეკლესიაში კი საკურთხეველთან დაკრძალულია ივლიტა, მეუღლე ჯავოშვილისა. აქ არ ჩანს თავად მეუღლის, ანუ მამაკაცის საფლავე, მაგრამ უნდა ვიგულისხმოთ, რომ იგი აქვეა დაკრძალული და სავარაუდოდ საეკლესიო პირი უნდა ყოფილიყო. და ბოლოს, განსაკუთრებულად საყურადღებოა, რომ ჩვენ გვყავდა გვარიშვილი, რომელიც იყო ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ღირსეული წევრი და მოამაგე, ნამდვილი მამულიშვილი, დეკანოზი ეპიფანე მაქსიმეს ძე ჯავოშვილი. იგი 1870 წელს დაბადებულა სოფელ ნიგოზეთში. შემდეგ მისი ცხოვრება და მოღვაწეობა თბილისსა და კიევში გრძელდება. კიევში ახალგაზრდა ეპიფანე ამთავრებს სასულიერო